დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. დეტალები მან ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გააცნო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან კარგი საუბარი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების გზით მალე დასრულდება. მისივე თქმით, მშვიდობა სურს უკრაინის პრეზიდენტსაც, თუმცა უკრაინა სრულად ტერიტორიების დაბრუნებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს. ტრამპი არარეალისტურად მიიჩნევს ნატოში უკრაინის გაწევრიანებასაც და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება. მე მქონდა ხანგრძლივი და კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ასევე კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ფიქრობ, რომ მშვიდობის გზაზე ვართ. მშვიდობა უნდა პუტინსაც და ზელენსკისაც. მშვიდობა მსურს მეც. ფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინამ ტერიტორიები სრულად დაებრუნოს. ალბათ დაბრუნდება ამ ტერიტორიების ნაწილი. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, დღეს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა თქვა, რომ ეს ნაკლებად რეალისტურია და ამ მოსაზრებას ვეთანხმები.